ჩვენ გაგვიტაცეს 2 დღე ვიყავით გუდაუთაში, მე 8 დღე ვიყავით მძევლად. და ღამე ჩუმჩუმად მოქონდა ხოლმე ამ კაცს მოხარშული თხის ხორცი მოგვიტანა და აჭიკა. აი ამ აფხაზმა. მე ვაპირებ, რომ როდისმე როცა ამის საშუალება დადგება, აფხაზების სასარგებლოდ ეს სიმართლე თქვა. გადავწყვიტეთ, რომ პირველი რადიო გავეკეთებინა. ავაყენეთ ინსტიტუტის თავზე, გეოფიზიკის ქალაქის ცენტრში და მაშინ არაფერი რო არ მუშაობდა, პირველი რადიო აგრძელებდა მოღვაწეობას. პირველად მაშინ მოხდა სტერეოს დარბენა. ეს არის 2003 წელი. პრაქტიკულად აი შავანაფორიანების საშუალებით ხდებოდა. მე მიშამ გაგვანადგურა მესამე თავაშენეთ ტელევიზია. პირდაპირ ცულებით ჩაჩეხვა და დალეწვა ყველაფრის და მოპარვა და წაღება და დაჭერა და დევნა. მიშას დროს არ იყო არამიშის ტელევიზია. გამარჯობათ ხალხო. დღეს ჩემი სტუმარია ბატონი დავით ზილფიმიანი, ჩემი კოლეგა, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი. ჩვენ წინა პარლამენტში ფაქტობრივად ერთმანეთის გვერდი-გვერდ თუ არა წინ და უკან ვიჯექით დაახლოებით ასე. ბატონი დავითი არის მეცნიერი, ფიზიკოსი, არის ბიზნესმენი და არის პოლიტიკოსი. კიდე შეიძლება სხვა ბევრი სტატუსი ჰქონდეს, იმიტომ რომ ბევრი თავგადასავალი ქონია ცხოვრებაში ბატონ დავითს, მაგრამ მე მგონი მასთან საუბარი ახლა უფრო საინტერესოა, ვიდრე მისი წოდებების ჩამოთვლა. მოგესალმებით ბატონ დავით, დიდი მადლობა იმისთვის, რომ დამთავრდით დღევანდელ დღეს ინტერვიუზე. მადლობა მოწვევისთვის, გმადლობთ. ბატონ დავით, მე თქვენთან საუბარში დავაზუსტებ რა თემები მაინტერესებს, ამის იქით ყველაფერი, რასაც მე თქვით, როგორც გითხარით, ჩემთვის საინტერესო იქნება. მე ვიცი, რომ თქვენ ერთ-ერთი პიონერი ხართ საქართველოში მედიის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, თქვენი პროფესიული თემიდან გამომდინარე, ასევე ზოგადად მისი კონტენტის, ანუ შინაარსის თვალსაზრისითაც. მაშინ, როდესაც 90-იანი წლები იწყება, თქვენ ამაზე ფიქრობთ. მე მინდა წარმოვადგინოთ აი მანამდელი სიტუაცია, რამაც თქვენ აქამდე მოგიყვანათ. როგორია ის საქართველო, სადაც თქვენ რაღაცნაირად იმ განათლებას ღებულობთ, რომელიც მე გეხმარებათ ამ საქმის გაკეთებაში და როგორ არის ის პოლიტიკური სიტუაცია. აი მაგალითად იგივე თუნდაც პერესტროიკამდელი და პერესტროიკის შემდგომი სიტუაცია, რაც თქვენ გაძლევთ საშუალებას, რომ მედიის ჩამოყალიბებაზე იფიქროთ. ასე შორიდან დავიწყებ შეკითხვას. ხო, მოკლედ მაგ პერიოდის განხილვა ესე შეიძლება, ეხლა ვინც ოდნავ მაინც ძველგაზრდა და მოუწია იქ იმ პერიოდში ცხოვრება, ეხლა ყველა დამეთანხმება. ვისაც არ მოუწია, ვიტყვი, რომ ესე იგი, მე ზუსტად იმ დროს მომიწია ფეხი შემედგა მეცნიერებაში, ფიზიკოსი გახლა ვარ 91 წელს დავამთავრე მე უნივერსიტეტი 76-ში. ეს არის, ასე ვთქვათ, ის ხანა, რომელიც ყველას კარგად ახსოვს. ეს არის საკმაოდ ესე იგი სტაბილური, ანუ სოციალისტურად სტაბილური პერიოდი, არაფერი მერყეობები, ეს არის ბრეჟნევის პერიოდი და ამის შემდეგ სადღაც 10 წლის შემდეგ იწყება ის ცვლილებები, რაზედაც უკვე ის არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ იცვლებოდა, ხდებოდა შეიძლება ითქვას, რომ ვთქვათ, მეცნიერების თვალსაზრისით, ან ტექნიკური მიმართულებების თვალსაზრისით ეს საკმაოდ ისეთი ვიტყოდი, რომ ამ სფეროში განათლების მიმართულებით გაფორჩუნის პერიოდი იყო. იმიტომ რომ ეს იყო ძალიან სერიოზული სკოლა. ხო, მე ფიზიკა იქნებოდა, მათემატიკა იქნებოდა, ну ფიზიკის ძალიან ბევრი დარგი. ჯერ ერთი საპატიო იყო იმ პერიოდში, რომ ყოფილიყავი მეცნიერი. მეორეც უნდა ითქვას, რომ რაღაც ერთგვარად პრივილეგირებული ფენაც იყო. ეს არის კვლევითი ინსტიტუტები, უნივერსიტეტები, განსაკუთრებით ერთგვარი ფიზიკის ფაკულტეტი სამჭედლო იყო მაშინ ამ
ფიზიკოსების ჩვენ შეიძლება მაშინაც ვაკრიტიკებდით, ბევრი რამე არ მოგწონდა. მაგრამ ახლა დღევანდელ დონეს თუ შევადარებთ სამეცნიერო დონეს, დასანანია, მაგრამ ცადა დედამიწა. ახლა მაგალითად მე მახსოვს თქვათ, როგორი დონის დისერტაციები კეთდებოდა, როგორი იყო საერთოდ სწავლის დონე, სხვადასხვა ტექნიკური მიმართულებით, მარტო ფიზიკას არ ვამბობ, ხო? ახლა ძალიან ხშირი, რადგან ისევ ვრჩები ვერ ვანებებ თავს, ეს დაავადება ეტყობა მეცნიერებაში ვრჩები, მაქვს რეგულარული შეხება და აი დღევანდელი საუკეთესო დისერტაცია შეიძლება მაშინდელი საკურსოც არ იყოს. აი ესეთი დიდი სხვაობა მოიტანა იმ ცვლილებებმა, რომლებიც არასწორად ჩვენ დავკარგეთ პრაქტიკულად აი ეს ასე ვთქვათ ტექნიკური საგნების დონე. თქვენ მითხარით რომ ჩვენ როცა საუბრობდით დღეს რომ მე თავის დროზე იტალიაში რომში მომიწია სწავლის გაგრძელება და განათლების მიღება. აი რა განსხვავება იყო მაგალითად საბჭოთა მიდგომასა და იმ პერიოდის იტალიის სასაცილო ის არის რომ მეცნიერებაში არ იყო არაფერი განსხვავება. მიდგომა იყო ცხოვრებაში. ანუ ის რაც ყველამ ვიცით, ახლა ამაზე აღარ გავიმეორებ, ანუ თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს და ასე საბაზისო რაღაცებს თუ გამოვაკლებთ და წმინდა მეცნიერებას, ტექნიკას, რაღაც განათლებას დავტოვებთ, დიდი არაფერი ვიტყოდი, რომ არაფრით არ იყო საბჭოთა კავშირში, ანუ იგივე ჩვენთან საქართველოში ნახეთ ფიზიკოსები, ფიზიკის ინსტიტუტი, ამდენი ინსტიტუტი იყო. ჩვენი დონე არაფრით არ იყო ნაკლები, ვთქვათ, თუნდაც გერმანიის, იტალიის საფრანგეთის. წასვლა როგორ ხდებოდა? აი მაგალითად მე ვიცი რომ კომუნისტების დროს გაშვება ხალხის საერთული ამბავი იყო. კი, ძალიან რთული იყო, ძალიან რთული იყო. მე ამაზე ახლა ჩემმა მეგობრებმა იციან. აი წარმოიდგინეთ, მე 80-იან წლებში დავამთავრე, მე ისე მოხდა, რომ დამთავრებიდან 3 წელიწადში, 3 წელიწად ნახევარში მომიწია დისერტაციის დაცვა. ეს არის 83-84 წელი. ჩემ დისერტაციაზე დაემთხვა ისე, რომ დელეგაციები ხშირად ჩამოდიოდნენ უცხოეთიდან, ჩვენთან, ანუ ფიზიკოსები, სხვადასხვა მიმართულების. ეს ამ კუთხით, ანუ გასვლა უფრო ძნელი იყო, თორე თქვათ, შემოსვლის თვალსაზრისით, ну ესეთი არ იყო როგორც დღეს, მაგრამ საკმაოდ ხშირი იყო ასე ვიზიტები უცხოელი მეცნიერები. ხო და აი ამ თემატიკას ჩვენ ზუსტად დაემთხვა იმ მომენტში რაღაც ვიზიტი, 3 იტალიელი პროფესორი იყო ჩამოსული. ხო და ნუ მათ ასე ვთქვათ პირველი ვიზიტები იყო, მათ არ იცოდნენ აქ რა ხდებოდა. მე მახსოვს მაგალითად თითქმის 2 წელი 6-7 შეწუხების და მოწვევის შემდეგაც კი მე ვერ წავედი იტალიაში, არ გამიშვეს. და აი ამდენი მცდელობის მერე ისე მოხდა, რომ დელეგაცია წავიდა, საბჭოთა დელეგაცია. ნუ რამოდენი დელეგაცია რა, ნუ ეს იყო რაღაცა სტრუქტურული რამოდენიმე და რადგან ამდენი ხანი ასე ვთქვათ უარის შემდეგ მე ანუ პირველი აი ესეთი ბარემდანამატივით წავედი. და იქ ის მეცნიერები დამხვდნენ, ვინც აქ იყვნენ ის პროფესორები და რატომღაც მოკლედ ისე მოხდა, რომ მე ვიტყოდი, რომ გამიმართლა. ანუ ეს ძალიან რთული იყო, რომ ჩემი 2 წელი მოღვაწეობის შემდეგ მათთან აქ ოფიციალურად მივიღე მიწვეული პროფესორის სტატუსი რომის უნივერსიტეტში. და ამის შემდეგ, კი, უკვე როდესაც ერთხელ წასული ხარ და დაბრუნებული, ესეც კარგად ახსოვს ახლა ჩემ თელ ხალხს, ну, სიტუაცია ასე თუ ისე იცვლება. კლავინდებურად რთული რჩებოდა, მაგრამ ასე ვთქვათ ეს ბარიერი გადამელახა. და აი აქედან იწყება ჩემი მოღვაწეობა პერიოდში. ეს არის ასე იგი 80-იანი წლები. მერე იწყება კატაკლიზმები. მე რეგულარულად ახლა დღეის მონაცემებით იტალიაში მე თითქმის მე-4 საუკუნეზე მეტი მაქვს გატარებული ნაცხოვრები. იმიტომ რომ მე ვცხოვრობდი, მოღვაწეობდი, ანუ რაღაც ის პერიოდი იყო, როდესაც 90-იან წლებში განსაკუთრებით, ხო, აქ ანუ მეცნიერებისთვის აღარავის აღარაფერი ეცალა. მე განსაკუთრებით 2000 წლის დასაწყისში. სანამ იქამდე მივალ, თქვენ თქვით, რომ პირველი რადიო ჩემი გაკეთებულია ამ ქვეყანაში, კერძო რადიო. არა, ჩემი არ არის. ჩემი მონაწილეობით არის. მე ერთ-ერთი წარმომადგენელი თუ 90 წელია, ახლა 1990 წელია და იმ პერიოდში ვცხოვრობდა, მინდა რომ რადიო გავაკეთო, ან ტელევიზია გავაკეთო. რა უნდა გავაკეთო ამისთვის და რა შეუძლებელი. ეს იყო შეუძლებელი და არც რაღაც ვაჟკაცობების და კაი ბიჭობის საშუალებით მოხდა. უბრალოდ დრო მოვიდა, დრო დადგა ესეთი.
80-იანი წლების ბოლოს მე რაღაც ისეთი პერიოდი მქონდა, როდესაც უნდა მიმეღო მე გადაწყვეტილება საერთოდ საქართველოში როგორ გავაგრძელებდი, იმიტომ რომ სრულიად შემთხვევით მე 89 წელს მოვყევი პირველ მოვლენებში აფხაზეთის. ბეგრასტიჩდავს. მე ჩემი ოჯახი მაშინ გაგრაში ისვენებდა ლიძავაში და აგვისტოსში. ეს რა პერიოდია? აგვისტოსში პირველი მოვლენები აფხაზეთის. 89 წელი. 89 წელი. და მე ჩავედი მოსანახულებლად ოჯახის, ეს რომ მზადდებოდა და რამოდენი მეორე თუ მესამე დღეს დაიწყო ეს ბლოკები, ეს ცნობილი ახლა ვიცით ეს პირველი მოვლენები, როდესაც მაჩვენის მომავალმა შეიძლება არ იცოდეს, ამიტომ კარგი იქნება რომ ეს ზუსტად აღუწეროთ ადამიანებს რა ხდება ამ დროს ზვიადის პერიოდია. ზვიადი ჯერ არ არის მოსული, ხო 9 წელია. უკვე ემზადება, ასე ვთქვათ, იცით რა არის? უკვე დაიწყო ეს განმათავისუფლებელი. 9 აპრილი მომხდარია. ხო, 9 აპრილი 89-ში მოხდა და აგვისტოში მოხდა პირველი მოვლენები. და რა არის ეს მოვლენები, რომ აყურებლის აი, როდესაც ეს სეპარატიზმის პირველი გამოვლენა იყო, 22 ადამიანი რო დაიღუპა. 22 ადამიანი. მე 2 ადამიანი ამოიღეს სიიდან, ერთი მე ვიყავი და ერთი ჩემი ქვისილი, იმიტომ რომ მე დაკარგული ვიყავი და ასე ვთქვათ, მე დავუყულები. თქვენ რა მოხდით აქ? შემთხვევით ხო გითხარით, მე ჩავაკითხე ჩემ ქვისილს, რომელიცაც იქ ქონდა, ასე ვთქვათ, თავისი აგარაკი, იმ აგარაკზე ისვენებდა ოჯახი, ჩვეულებრივი მოვლენა იყო მაშინ ოჯახის ზაფხულში გაშვება, ხო. მე ჩავაკითხე, მოვინახულე, ის რომ ეს მზადდებოდა, ნუ ჩემთვის ესეთი მძაფრად არ იყო ცნობილი. მეორე დღეს უკან წამოსასვლელი ბილეთი, მესამე დღეს უკან წამოსასვლელი ბილეთის შესაძენად წავედით მე და ჩემი ქვისლი და უკვე პიკეტირება, ჩაკეტილი აქვთ სეპარატისტებს გზები. გაგრაში ხდება ესა? ხო. ლიძავადან გაგრის მიმართულებით წავედი, რომ ბილეთი უნდა გვეყიდა. და ლიძავას გასასვლელში ერთ-ერთი ეგეთი ბევრი იყო. ხო. და ნუ იქ გაგვაჩერეს, დაგვიჭირეს, არაფერი ის არ არის. კარგად გვცემეს, გაგვიტაცეს და დაიკარგა კვალი. აქ. ანუ გაგვიტაცეს? არაფერი არ იცოდა. მე აღარ დაუბრუნდით სახლში. ჩვენ გაგვიტაცეს, 2 დღე ვიყავით გუდაუთაში. მათ შორის მილიცია, გუდაუთის მილიციის განყოფილებაში გუმალავდნენ სეპანუ. ეს იყო ერთგვარი რაღაც შეთქმულებასავით. ანუ მილიცია და მომიტინგეებს შორის შეთანხმების შედეგად. კი, მე ზუსტად მახსოვს ეგ. სხვათა შორის კარგად აქვს აღწერილი წიგნში სიმონ ნოზაძეს, მაშინ ის უშიშროების თანამშრომელი იყო, იქ მოღვაწეობდა. და ის იღებდა მე ჩვენ გამოხსნაში მონაწილეობა. მოკლე სიტუაცია ესეთი იყო. ესე იგი, ჩვენ წაგვიყვანეს, მიდიოდა, ასე ვთქვათ, ინტენსიური ბრძოლა, ჩემგან, ნუ, ყოველ შემთხვევაში სასურველი იყო. მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ მე, ასე ვთქვათ, ადგილობრივი არ ვიყავი, მაგრამ კარგი შემთხვევა ვიქნებოდი, რომ ასე ტელევიზიით მედიით გამომეთქვა მოსაზრება იმაზე, რომ მართლები არიან აფხაზები და ჩვენი ბრალი იყო ეს, ნუ დაახლოებით ეგეთი თემა. ნუ გასაგებია ახლა ესეთ სიტუაციაში, რომელშიც მე ვიყავი, უბრალოდ მოვითხოვე, რომ უნდა მცოდნო და სად არის ჩემი ოჯახი და ჩემი ოჯახიდან ინფორმაცია. მათ ეს ვერ უზრუნველყეს, იმიტომ რომ ძალიან მალე მოხდა, ასე ვთქვათ, ამ სიტუაციის გარდაქმნა, გარდატეხა ისევ. მაგრამ მეორეს მხრივ მარტივი არ იყო ჩვენი ესე გაშვება, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრ ადგილას და ბევრ ოჯახში ვიყავით, ასე ვთქვათ, გადამალული. რამდენი ხანი იყავით დაჭერილი? ჯამში თითქმის აქ რო ჩამოვედი, უკვე თითქმის 10 დღე იყო გასული. მე 8 დღე ვიყავით მძევლად. და 8 დღის განმავლობაში ეს კონფლიქტი მიმდინარეობდა ისე, რომ პოლიცია არაფერს არ შვებოდა? თუ თქვენ აღარ იცოდნენ სად ვიყავ, იმიტომ რომ მე გაგვიტაცეს იმიდან, რა ქვია, გუდაუთის მილიციიდან, ჯერ იქ კარგად გვცემეს როგორც მილიციელებმა გცემეს? როგორც მილიცია, იცით როგორ იყო? რაღაცა სეპარატული ის იყო. ერთის მხრივ დაკავებულები ვიყავი და ვითომ არ გაკარებდნენ ხალხს, მაგრამ მეორეს მხრივ ძალიან წყნარად შემოდიოდნენ ხოლმე, გავყავდით, გვცემდნენ, ანუ ეგრეთ წოდებული სეპარატისტები. ეს ახლა გასაგები თემა იყო, რომ ნაწილს ედგა გვერდში მაშინ. ეს ეს თან იყო საშიში, ასე მოძრაობა იმ დროს.
ყველგან საერთოდ აფხაზეთში განსაკუთრებით გუდაუთის აი გააგრეს იქით ხარეს ახლა აქეთ ნაკლებად გალის და იმის მაგრამ ეს რაც მოხდა ძირითადად მოხდა სოხუმი გუდაუთა გააგრა აი მანდიყო და ეს სისხლიანი პერიოდია პირველი მოვლენები ცნობილია ნუ წესით ჩვენ აღარ უნდა დაუბრუნებულიყავით ასე ვთქვათ მაგრამ მოხდა რა რომ სწორედ ამის გამო ესე იგი ინსტიტუტმა მეცნიერებათა აკადემიამ უკვე სადაც მოღვაწე უკვე მიცნობდნენ უკვე ასე ვთქვათ პროფესორი ვიყავი ვერ დაუბრუნდი რა მიაკითხეს ყველაფერი ცენტრალიზებული იყო ეს ამბავი ესე იგი ადგილობრივმა მეცნიერებათა აკადემია ამცნო საკავშირო მეცნიერებათა აკადემია საკავშირო მეცნიერებათა აკადემია მას შემდეგ რაც ასე ვთქვათ დაწყნარებისკენ წავიდა ეს სიტუაცია იქ მალევე მოხდა სხვათა შორის სიტუაციის თვითონ განმუხტვა თუმცა 2 წელიწადში მე უარესი მოხდა და ომი დაიწყო ხო და იმად დაავალეს უკვე ძალოვან სტრუქტურებს საკავშირო აკადემია მოკლედ საქმე მივიდა იქამდე რომ ჩაერთო უშიშროება მაშინ უშიშროების ხელმძღვანელი იყო ცხონებული ავთანდილ იოსელიანი მას დიდი წვლილი მიუძღვის მოთხოვნა მან ჩაატარა ეგ ოპერაცია და მისი თანამშრომელი იყო სიმონ ნოზაძე მე მაგით ოპერაცია ვინმე დაიჭირეს ვინც თქვენ დაგაკავეთ არა დაიწყეს მოკვლევა სად ვიყავით და მიგვაკვლიეს ანუ მათ ალბათ თავისი ჩანერგილების ქსელი ნუ თავენ პოლიციის განყოფილებაში თუ იჯეკით ვიღაცა ეტყოდა ნუ იქ 2 დღე ვიყავით მაგრამ მე ხო ასე ვთქვათ იმაში ვიყავით რა ქვია სხვადასხვა აფხაზების ოჯახში იყავით? ხო, ზოგადად ხან ფარდულში, აი მაგალითად, ეგრეთ წოდებული მაღაზია როა, ხო, 2 დღე გაგვატარებინეს. ნუ იდეა რა იყო, ჯერ მე დიდ გამოსულიყავით, მე სატელევიზიოდ აღარ ვარგოდით, იმიტომ რომ ძალიან ვიყავით უკვე ნაცემები, მე ვითომ რადიოზე იყო ლაპარაკი, მე ნუ სერიოზული არ მინდა ამის გახსენება, სერიოზული წამებები იყო, მაგრამ იცით რა, ერთი ნიუანსი მინდა ახლა ეს კაი ფორმატია და ერთ რამეს გეტყვით, აი წარმოიდგინეთ ერთ საღამოს ჩვენ გადაგვიყვანეს ერთი აფხაზის ოჯახში და მისი შვილი ერთ-ერთი სეპარატისტი იყო რა, ანუ იქ ვიყავით. და ეს мама ეწინააღმდეგებოდა ესეთი ჭარმაგი, მოხუცი ისეთი ვაშკაცური იერის უკვე საკმაოდ ხანში შესული, სულ ანუ წინააღმდეგი იყო ჩვენ რომ ესე გვეპყრობოდნენ. და ღამე ჩუმჩუმად მოქონდა ხოლმე ამ კაცს მოხარშული თხის ხორცი მოგვიტანა და აჭიკა. აი ამ აფხაზმა. და რაღაც ძალიან ისეთი კონფლიქტივით მოვა, მაინც შეძლო და შემოგვიტანა და შვილებო ჭამეთო და ისე. ეხლა რატო იცით, სეპარატისტიც არის თქვა ჭვარნეული მომენტში, მაგრამ აი ეს იყო ტიპიური აფხაზი ამაყი ხალხის წარმომადგენელი. ანუ მისთვის, ანუ დღევანდელი გადმოსახედინა, ეხლა მაშინ რა თქმა უნდა ძალიან ვიყავი გაფრაზებული და ძალიან, მაგრამ ეს რომ ახსენდებ, ეს სხვა რაღაცა იყო. აი ეს იყო, აი ნამდვილი ადამიანი და ეცეთ რა დამამახსოვრდა? აი ამ ცემის გამო შიგნით, ნუ ცხადია, ლოყები ისე იყო, მქონდა დახეთქილი, მქონდა, რომ აი დღესაც მახსოვს ის ხორცი რომ შევჭამეთ, ის აჯიკა მივაყოლეთ. ეს იყო ისეთი ტკივილი, მაგრამ აი რაც რო გავიდა ეს ტკივილი, ისეთი აი სასიამოვნო, იმიტომ რომ მე მახსოვს როგორი სათუთად ცდილობდა რომ გამოვეკვებეთ, იმიტომ რომ 3 დღის უჭმელები ვიყავით. აი ეს კაცი. მოკლედ ეხლა უბრალოდ რო არ შევეხო, მე ვფიქრობ, რომ მე ამას ერთხელ მოვყევი და მე ვაპირებ, რომ როდისმე როცა ამის საშუალება დადგება აფხაზების სასარგებლოდ ეს სიმართლე თქვა, ანუ მართლა ისეც არ იყო საქმე, რომ განამტრობა შედგა სრულიად აფხაზებს შორის, აფხაზებსა და ქართველებს შორის. ნუ ეს როგორც ყოველთვის რაღაცა ის არის ნუ ახლა ადამიანი ყველგან შეიძლება გამოერიოს ეს პრობლემის არსს საბოლოო არ ცვლის. თქვენ მეშვიდე დღეს მოხდა თავდასხმა იმ ობიექტზე, სადაც ჩვენ ვიყავით დაკეტილი, ეთყობა გაიგეს. ოპერაციას აწარმოებდა უშიშროება, იქ ადგილობრივი. მე რო ჩამომიყვანეს ბატონი ავთანდილი პირადად შემხვდა. ოპერაციაში მონაწილეობას თვითონ თავისი ნოზავის ამათ. არა, გამოგვიტაცეს, იმიტომ რომ მანდ უკვე გადაწყვეტილი იყო, იმიტომ იმდენი რამე ვიცოდით, რომ ეს მარტივი არ იყო ჩვენი გამოშვება. და მაშინ მოხდა, რომ აქ გამოცხადებული იყო, რომ აი ამდენი ადამიანია დაღუპული და 2 ადამიანით შემცირდა, მაშინ ის სია რა, ის
ხო და ამ ამბის გამოგვიყვანეს იქიდან ძალიან რთული პერიოდი იყო მე მახსოვს როგორღაც აი ოჯახით მოვახერხეთ და ჩამოვედით მე აქ რეაბილიტაციას დიდხანს ორი კვირა რეაბილიტაციას გავდიოდი აქ ვიწექი და ის უკვე არეულობის თბილისში უკვე არეულობის ეგ იცით რა პერიოდია აი როდესაც უკვე რაღაც ყაჩაღობა მომატებული ქალაქშიც ჩვეულებრივი ამბავი იყო ვთქვათ იარაღიანი ხალხის სიარული მე იქითკენ მივდივართ მე ხო გახსოვთ ახლა სამოქალაქო დაპირისპირება იყო ის ხო დაუბრუნდეთ და ამ ყველაფერმა რო გადაიარა მედიას დაუბრუნდეთ რადგან მე ჩემი პროფესია ეს იყო ამ სფეროში მოღვაწეობდი იქ იტალიაში მეგობრები მყავდნენ მე ხო უყურებდი ერთ-ერთი ყველაზე დღესაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ტელერადიო სივრცე ყოველთვის იყო იტალიაში. აი დღესაც რო აიღოთ თქვათ რაოდენობა კერძო არხებისა იტალიაში გაცილებით მეტია ვიდრე ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანაში. ანუ ითვლება როგორც სარეკლამო ბაზარი, როგორც მაუწყებლობა, როგორც გასართობი, ასე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რაღაც გასართობი სეგმენტი აღვიღო. ახლა ხელთ გვეწიფებოდა გადამცემები ჩვენთვის იოლი იყო თან, კვანძების შეძენა იტალიაში შეიძლება და სამეგობრო შეგეძლოთ შემოტანა ამ ტექნოლოგიის შემოტანა შეგეძლოთ თუ აქ უნდა კი, რა თქმა უნდა, ეს აკრძალული არ იყო. ვთქვათ, აი მოდულატორი, გამაძლიერებელი. ახლა ამ სფეროში ვიყავით, ჩვენთვის ადვილი იყო. ეს ხო, აქ ააწყობდი ბოლო-ბოლო ნაწილებს იყიდიდი, იქ ჩამოვიტანდი, ეს ხო არ იყო აკრძალული. და გადავწყვიტეთ, რომ პირველი რადიო გავეკეთებინა. კერძო რადიო. პირველი კერძო რადიო. ეს ის რადიო, რა ქვია, ეთერშია პირველი რადიო, მაშინ ომის დროს, სამოქალაქო ომის დროს გადამცემი დავაყენეთ ინსტიტუტის თავზე, გეოფიზიკის ქალაქის ცენტრში და მაშინ არაფერი რო არ მუშაობდა, პირველი რადიო აგრძელებდა მოღვაწეობას. ახლა ჩემი თაობის ხალხს თითქმის ყველას ახსოვს. ეთერშია. ახლა როა დატრიალებას ვერ მოასწრებთ ან კნოპის მიჭერას 100 რადიო გვაქვს ეთერში. მაშინ სად იყო? სახელმწიფო რადიო FM-ზე, ხო. ეს კერძო რადიო FM-ზე გახსენით? პირველი კერძო რადიო 106 და 4. ეს იყო მარტო FM-ზე მარტო 106 იყო წერდა საქართველოში. პირველი რადიო. მე მოიმატა რადიოების ხოდმაც რამოდენიმე წელი. იცით რა პერიოდია უკვე ეს თავისუფლება გახსნილობა. როგორ იხსნება პირველი 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენ აი მოვიპოვეთ პირველი ლიცენზია. ეს ლიცენზია სადა იყო? სხვათა შორის ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოს, რომელმაც აი ფრიდონი იყო ინჯია სხვათა შორის მინისტრი. და აი ყველაზე ადრე ნებისმიერ რესპუბლიკასთან შედარებით. იმიტომ ინფორმირებული ვარ და ვიცი. ყველაზე ადრე საქართველოში მოხდა დამოუკიდებელი მედია საშუალების არსებობის შესაძლებლობა. რამოდენიმე წელი ვიმაუწყებლეთ და დღემდე არსებობს პირველი რადიო. უბრალოდ მას ბევრი კატაკლიზმი გადახდა და ეს პოლიტიკური რადიო იყო თუ გასართობი? არა, ის იყო, რა ქვია, უნივერსალური ფორმატი იყო. ნიუსებიც და გართობაც. უნივერსალური ფორმატი იყო. და ეს ხელისუფლება მე გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ეგრევე პირველი დამოუკიდებელი ტელევიზია და მაუწყებლობა უნდა ყოფილიყო entertainment-ი, ანუ გართობა. გასართობი, ეს უდიდესი შეცდომა იყო, იმიტომ გასართობი ტელევიზიის ადგილი არც მაშინ იყო და დღესაც დასანანია, მაგრამ ტელევიზიების 99% საინფორმაციო არხებია და საერთოდ პოლიტიზირებულია ეს სფერო, ხო? დასამალი ხო არაფერია. არც ჭორაობის დონეზეა. ესეა საქართველოში. ანუ ყველა მედია დღეს ასე ვთქვათ და ამ ტელევიზიების გახსნის დროს აი იმ პერიოდში ხო პოლიტიკური ტელევიზიებიც იხსნება. აი ხელისუფლებები იცვლებიან. აი ნახეთ თქვენ, ესე იგი ყველაზე ძველები დღეს ვინც მოღვაწ არის ეს პირველი სტერეო, ესე დაერქვა ტელევიზიას, კავკასია, აკუბარდიებიც ის პერიოდია, როდესაც აკუბარდია კავკასიას ხსნის. იყო კიდე რამოდენიმე, მაგრამ ის თლათ პრივატული არ იყო, ეს იყო რაღაცა აი ორგანიზაციასთან მიმაგრებული. რა ჭირდებოდა იმისთვის, რომ ტელევიზია გაგეხსნა? აი ვისთან უნდა ჩაგეთქვა მოდი დიდი ხვეწნა, დიდი მუდარა და არა, ნუ ვიცი რა, იმის გამო, რომ მაშინ ტელევიზია იყო როგორც კონტენტის შექმნა, ასევე კონტენტის გავრცელება, შენ უნდა ასე ვთქვათ, ტექნიკურად მაინც შეგძლებოდა, რომ მაუწყებლობა გეწარმოებინა. ანუ
დღეს მაგალითად ტელევიზია შეგიძლია გააკეთო და მე წახვიდებ თქვათ პროვაიდერთან რომელიმე და გავრცელება იმან გაგიკეთოს, ხო? როგორც თელ მსოფლიოში დღეს ესეა, ხო, მულტიპლექს ოპერატორთან მიდიხარ, დღეს სხვათა შორის პირველი მულტიპლექს ოპერატორიც ასევე ჩვენ ვიყავით და დღესაც ჩვენ ვაწარმოებთ ეს უკვე სტერეო პლუსი, ეს სხვა კომპანია, ეს არის მომსახურე კომპანია. ანუ მაყურებლისთვის რო იყოს გასაგები დეციმეტრულზე თქვენ რო უყურებთ პირველად მე-40 არხი იყო 20 აღარ მახსოვს ანუ ყველა არხიზე პირად ვიცოდი ანუ თქვენი კომპანიის მეშვეობით ბატონი დავითის კომპანიის მეშვეობით ხდება ტრანსლირება იმ მაუწყებლობის რომელსაც დეციმეტრული მაუწყებლობა აქვს სოფლებში და რეგიონებში და დღეს უკვე ყველა ტელევიზია პრაქტიკულად შემოდის სტერეო პლუსში და სტერეო პლუსი ახორციელებს გადაცემების მაყურებლამდე მიტანას ანუ წეგან ვამბობდით ტელევიზია ორი კომპონენტისგან შედგება. ორი კომპონენტი ეს არის პროგრამის შექმნა, კონტენტის შექმნა და მეორე კონტენტის გავრცელება, ტრანსპორტირება. კონტენტის გავრცელებას დღეს აკეთებს მულტიპლექს ოპერატორი, ერთადერთია, რომელსაც სტერეო პლუსი ქვია და ყველა არხი დღეს პოზიციური, ოპოზიციური, მნიშვნელობა არა, ყველა არხი გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა, ყველა 22-ვე არხი შემოდის ჩვენთან და ჩვენ ვაწვდით მაუწყებლობას, მოსახლეობას. მათაშორის ეს ტელევიზიაც ამ ფორმატში მუშაობს. ამას ქვია ეროვნული მაუწყებელი. ანუ ის მაუწყებელი, რომელიც იყენებს მულტიპლექს ოპერატორს და ესეთი ახლობით 20 არხია, კერძო, მათ ქვიათ ეროვნული მაუწყებელი. ეს როდიდან იწყება? აი, როდესაც თქვენ უკვე ამ ყველა აი, გეტყვით როგორი სიტუაციაა. ანუ მაშინ ტელევიზიას თვითონ უნდა გაეკეთებინა პროგრამა, თვითონ უნდა მაგალითად, აი, შემდეგ გაიხსნა უკვე როგორც გითხარით, სტერეო იყო კავკასია, გაიხსნა აი ეროსიმ რუსთავში გახსნა, მე მოდიფიცირება გაუკეთა და თბილისში გადმოიტანა ლიცენზია. თვითონ უნდა ეზრუნა მას გადამცემზეც, პროგრამის შექმნაზეც, გამიგეთ, მაშინ არ იყო ის, რომ აი ვიღაცასთან მიხვიდოდი და როგორ და გადაგეცა, აი პირობითად მაშინ ეს თქვენ რო პირველი ტელევიზია გააკეთეთ, ვისთან მიდიოდით, რომ გაუშვით წესი არ იცვლება. ანუ თქვენ თუ ლიცენზია გქონდათ და ლიცენზიას თუ მიაღწევდით და აიღებდით, ეს თლათ მარტივი არ იყო, მაგრამ შეიძლებოდა ამის მიღწევა. ეხლა მაშინ არაფორმალურად რა პროცედურა იყო დასაცავი? ჩვენ მას შემდეგ რაც რადიო, ანუ რადიო რატო გაგვიადვილა გითხარით და მას შემდეგ რაც უკვე მაუწყებელი ხარ, რაც ასე ვთქვათ ამ სფეროში ხარ, გაცილებით მარტივია. ვთქვათ, რომ აი ჩვენ ძალიან გაგვიადვილა ტელევიზიის აღება. ხო, მაგრამ ამ მიდის ვიღაც ოპოზიციური ტიპი. ოპოზიციური ტელევიზია და ამას რომ მინდა. საკმაოდ რთული იყო, მაგრამ სიმართლეც სათქმელია. აი უბრალოდ გადაწყვეტილება მიიღო მაშინდელმა მთავრობამ. ხო გეუბნებით, აი ყველანაირად მოწოდებული იყო. მე ხლა არ ვიცი ვისთან როგორი ურთიერთობა იყო, მაგრამ ყველა ეს ლიცენზია გაიცემოდა ფრიდონ ინჯიას ხელმოწერით. ანუ გაცილებით ადრე მოხდა ჩვენთან კერძო ლიცენზიების გაცემა. ანუ წლებით ადრე მოხდა, ვიდრე დანარჩენ საბჭოთა რესპუბლიკებში. Ну ეს ახლა პოზიტივად უნდა ითქვას ეს, იმიტომ რომ უკვე ჩანდა რომ იქით მივდიოდით. ანუ ადრე თუ გვიან ხო უნდა დაწყებულიყო და მე გეუბნებით როდის დაიწყო, ვინ იყო, მაშინ სამინისტრო მერე მოხდა უკვე რეგულირების სფერო შეიცვალა და ჩამოყალიბდა მარეგულირებელი. მაშინ ამ ყველაფერს არეგულირებდა. ამას პროტესტებდა საზოგადოებრივი მაუწყებელი და ვიღაცები, რომ აი კერძო ტელევიზიების გაჩენის პროცესი როგორ მიმდინარეობდა. ეს წინააღმდეგობების ის იყო, რომ ზოგს არ უნდა და ვთქვათ, ასე ვთქვათ, ეს იყო კაპიტალიზმის აშკარა გამოვლინება, ну, იყო რა თქმა უნდა, ახლა მოწინააღმდეგეც ყავდა და მომხრეც ყავდა ამას, ხო? და ну, აი და იმ დროიდან დაიწყო თქვენი მონამორჩილის ყველა პრობლემა. მე რაც გადამხდა აი ამდენი წელი გავიდა 20 რამის 40 წელი ხდება, ხო? აგერ 25 წელია ახლა და იქით 10 წელი, 35 წელია რაც მედიაში ვართ, ხო? აი ყველა პრობლემამ გადაიარა უკვე აი მეიცი რა პერიოდი დეტალურად შემიძლია მოგიყვეთ როდის რა პრობლემა ხონდა. ხო და მე მაშინ ასე დავსვამ შეკითხვას. აი რაღაც მომენტი ხო არის, როდესაც თუნდაც ოპოზიციური არხების არსებობა არის თქვენზე დამოკიდებული. კი, რა თქმა უნდა. აი ეს როდიდან ხდება, რომ აი კერძო არხები, ოპოზიციური არხები, მოდი პოლიტიკური კონტექსტით გათვალისწინებით რო. კი ბატონო, კი ბატონო. თქვენს ხელში აი თქვენ თუ გინდათ გაუშვებთ ან არ გაუშვებთ. აი მაგალითს მოგიყვანთ. ახლა უყურეთ თქვენ, რეალურად ეს სამი ტელევიზია იყო, ასე ვთქვათ, ეთერში ძირითადად. რომელი სამი ტელევიზია? ნუ აი სტერეო, კავკასია და ეროსის ტელევიზია. ეს კერძო ტელევიზიები. კერძო, ხო.
ნუ ეროსი მძაფრად პოლიტიკური, იმიტომ რომ მაშინ უკვე მიდის ის, რომ მთავრდება ერა კომუნისტური, ხო? თუმცა კარგა ხანს მოუწია მას, ასე ვთქვათ, შევარდნაძის დროს მოუწია მაუწყებლობა. იმის გამო რომ მაშინაც ჩვენ ვიყავით ის ხალხი, ვისაც ხელთ გვეწიფებოდა მაუწყებლობის უზრუნველყოფა, ცხონებული ხშირად მოუმართავს. შემდგომ მე ეროსის თუ შევარდნაძის მეგობრულად, არა, ეროსის ახლა შევარდნაძის რატო უნდა დახმარების თვალსაზრისით, ხო? ახლა გადამცემების მიწოდება, აწყობა, ანტენის მერე ეს დაევალა უკვე ტელეცენტრი ვალდებული იყო განეთავსებინა თავის ანძაზე, მაგრამ ეს მეორე ტკივილი იყო, იმიტომ რომ ტელეცენტრი იყო სახელმწიფოს დაქვემდებარებაში, როცა სახელმწიფოს რამე არ მოსწონდა, იწყებოდა ეს გათიშეკ ტელევიზია, ჩართეეკ ტელევიზია, რამდენჯერ ტელეცენტრს თქვენ მართავთ ამ დროს? თქვენ ხართ? სხვა არის. არა, ტელევიზია არის სახელმწიფო, ტელეცენტრი არის სახელმწიფო და აქ პიროვნებებზე არ არის ლაპარაკი. ეხლა რასაც დაავალებს სახელმწიფო, იმას რომ ძალიან ბევრჯერ ყოფილა, ვთქვათ, გათიშვის საფრთხის წინაშე და გათიშულა კიდეც კავკასია გათიშულა, სტერეო ხო? იცით, დარბევები და გათიშვები, მაგრამ ეს მანამდე 2003-ში, 2004-ში, როდესაც მიშა მოდიოდა, მე გეტყვით როგორი სიტუაცია იყო. აი, მივიდეთ მაგალითად. ეგ უკვე გამძაფრებული პერიოდია. ხო, კი ბატონო, ანუ 90-იან წლებში იჩეკება ყველა ეს მაუწყებლობა და რა გარჩება ახლა 10 წელი ვიმაუწყებლეთ და უკვე გამოჩნდა ის, რომ შევარდნაძე ამთავრებს, ასე ვთქვათ, ეპოქა მთავრდება, ხო, 2003 წელია. ნუ ეს ძალიან მძიმე, მაშინ იყო მეორედ მოგვიწია ტელევიზიის აშენება. რატო შევარდნაძე რა ტიპის ზეწოლას ახდენს? თქვენ გაგიხსენით, ერთის მხრივ პოლიტიკური სეგმენტი არსებობს. ჩვენ არ ვეკარებით პოლიტიკურ სეგმენტს, მაგრამ იცით რა, აი გაიხსენეთ, ჩვენ საერთოდ არ ვიცნობდით მსოფლიო კინემატოგრაფს. საერთოდ. აი ძალიან ის იყო, რა ქვია, ვაშკაცობის დონეზე იყო ესეთი ილუზიონი გადაცემა, საქართველოს ყოველთვის იყო და ვითომ ფრაგმენტების ინამდვილეში ფილმებს. აი კვირაში ერთხელ გადიოდა ეგ გადაცემა და რაღაცა კინოს ყველა უყურებდა ილუზიონს და ანუ ძალიან ბევრი იყო პროდუქტი, მაგრამ ჩვენ არ გქონდა ნანახი ამდენი ფილმები და ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ეს გასართობის სეგმენტი, პირველი კლიპები, ახლა თქვენ წარმოიდგინეთ კლიპის ფორმა, ხო? ეს ასე ვთქვათ, თავისუფლება, ჯაზი ეს ხო ესე ადვილად არ გადიოდა კაცო სახელმწიფო ტელევიზიით, ხო? ეხლა თქვენ უნდა დამიჯერებთ, ნუ თქვენ მე მომსწრები. თქვენ ხო, თქვენ გახსოვთ, მაგრამ ის ახალგაზრდა ალბათ დამიჯერებს და დანარჩენი ეხლა ჩემი წლოვანების ხალხმა ისედაც იციან, ხო, რასაც ვყვები. და ჩვენ დავიწყეთ ამ ახალი კლიპების ჩამოტანა. მე გავაკეთეთ ძალიან დიდ წინააღმდეგობას წავაწყდით იმისა, რომ აი ეს ყველაფერი თანამედროვე, სხვათა შორის ეს მაშინ დაემთხვა რაღაცა რომის პაპის ვოიაჟი გაუში, ხელთ მეწიფებოდა, რადგან რომში ვიყავით, მოღვაწეობდი და მთელი სერიალი ჩამოვიტანე, ვთქვათ, საინტერესო იყო, ხო? ეხლა ზოგს ნანახიც არ ყავდა ტელევიზიით მაშინ. მერე გარდა ამ თავისუფალი იმისა, ფილმები, მერე თელი შეკვრა კლასიკის, ეროტიკის კლასიკისა, ტინტო ბრასის ფილმები პირველად გავიდა სტერეოთი. აი, სტერეოში გადიოდა სულ კარგი ფილმები. აი, ყველას ახსოვს, მაშინ სხვა ის არ იყო, ხო? ეხლა ეროსი უშვებდა საინფორმაციოს, ვთქვათ, ნუ კინოებსაც უშვებდნენ, მაგრამ ჩვენ ადვილად მიგვიწევ, აი ხალხი იჯდა და უყურებდა. და მაშინ იცი რა მაინტერესებს, ანუ მე მაგალითად ზუსტად იგივე პირველი რაც მახსენდება 90-იან წლების დასაწყისში სამეგრელოში არსებობდა ეგეთი არხი სამტრედიის არხი იყო რა, სამტრედიდან თუ არ ვცდები იმ დროს ხედრიონი იმაში სამტრედიაში ისინი უშვებდნენ. იქ გადიოდა სულ იმ პერიოდის ამერიკული ბოევიკები და ფილმები, რომელიც იმ პერიოდში არ ჰქონდა ნანახი. და სულ ამბობ, რომ ჩემი არგუმენტი, რომ მე ზოგადად არ ვეთანხმები საავტორო საკუთრების უფლების დაცვას, ანუ სახელის უფლებას ვეთანხმები, მაგრამ საავტორო ქონებრივი უფლებები არ მგონია სწორი და აი ეს არგუმენტი მომყავს, რომ იმ დროს რო ყოფილიყო დაცული საავტორო უფლებები, სამტრედია იმ არც ერთ ფილმს არ გაუშვებდა და მე იმ პერიოდის აი თანადროული ფაქტობრივად რაც პერიოდში არსებობდა, ის ფილმები ნანახი არ მექნებოდა. საერთოდ 90-იან წლებში ჩვენ ამერიკა ამ ფილმებმა გაგვაცნო. ამერიკულმა NGO-ებმა კი არ გაგვაცნო აქ და იმან. ანუ გაგვაცნო სწორედ ამერიკულმა ფილმებმა, რომელიც იმითი რა ქვია გადაიცემოდა საერთოდ საავტორო უფლებების გარეშე და თქვენ იცავდით საავტორო უფლებებს მაინტერესებს. იცით რა, ფერხულში უნდა ყოფილიყავი. თავიდან არ იყო საჭირო და უშვებდით
მერე შემოვიდა და ხდებოდა რეგულირება, ანუ უფრო და უფრო შემოვიდა გაუარესად მარტივი არა. რა თქმა უნდა, ანუ ყველაფერს ვეღარ უშვებ, ხო? ახლა გასაგებია, ეს გასაგებია, მაგრამ მოვასწარით, ანუ ჩვენმა მოსახლეობამ თითქმის ყველაფერი ნახა. ეხლა მაგალითად საერთოდ არ ჭირდება საავტორო უფლებები ჩარლი ჩაპლინი რო გაუშვა, ხო? იმიტომ რომ რაღაცა წოლოვანების იქით ფილმებს არ ჭირდებათ, ხო? ჩვენ ყველაფერი გვაქვს ნანახი. ნუ უკვე 2000 წლის დასაწყისში თითქმის მთელი ჰოლივუდი გქონდა იმ დროისა ნანახი. მე შევზღუდე თავისი პოზიტივი იყო და ამას ძალიან ეწინააღმდეგებოდა მაშინ ეკლესიას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მე რაღაც ძალიან ტინტობრასი კაი განსაცდელი იქნებოდა იმისთვის. ხო, და იყო ესეთი მამა ბასილი. ძალიან ანაფორის ქვეშ ისინი იარაღებით დარბოდნენ. მოვიდნენ და დაგვარბიეს აი ამ კლიპების და ამ ტინტობრასების. ხო, პირველად მაშინ მოხდა სტერეოს დარბევა. ეს არის 2003 წელია, 2004 წელი. უკვე ის პერიოდია, რომ შევარდნაძე ცდილობს შეინარჩუნოს ხელისუფლება, ანუ სცენაზე შემოდის, ასე ვთქვათ, პრო-დასავლური სეგმენტი. და ცხადია ახლა ერთის მხრივ კომპანიაში ესეთი მდგომარეობა, მეორეს მხრივ ჩვეულებრივი ამბავი იყო ახლა ვეხმარები დანარჩენ ტელევიზიებს. იცით რა უნდა ითქვას? აი უმრავლესობა ტელევიზიებისა, რომელიც 2004 წელს, ანუ მიშას მოსვლის შემდეგ გაიხსნა, იმის გამო რომ ცნობილი ფაქტია, მაგრამ ზოგადად არ არის ცნობილი. თითქმის ყველა ტელევიზია, აი ალანია იქნება, საქართველოს აი სამხედრო ტელევიზია რო იყო, თავდაცვის სამინისტროსი, მზე, ხო ყველა ტელევიზია თითქმის მონაწილეობა ჩვენა გვაქვს, ჩვენ გუნდსა აქვს მიღებული, რომ ფეხზე დაგვეყენებინა სამაუწყებლო თვალსაზრისით. ახლა საეთეროზე არ გულისხმობ, ხო? და ბოლოს იცით რაც მოხდა, ხო? ესე იგი იცი შევარდნაძისგან არ ყოფილა, თქვა ზეწოლა, რომ გათიშეო ხეის არ აქვია. ნუ ბრძოლის ეგ ფორმა იყო. პრაქტიკულად აი შავანაფორიანების საშუალებით ხდებოდა. ანუ თქვენ უშვებთ, რომ ეს იყო იმის გამო, რომ შევარდნაძეს ზეწოლა მოეხდინა თქვენზე, რომ ნუ ახლა პიტარიშვილი გაგითიშა? არა, საერთოდ და ისე არ ყოფილა შემოთვლა. რეაქციული სეგმენტი არსებობდა. რამდა შემოთვლის მეტი რა იყო? გეუბნებით 2-3 დღეში ერთხელ მოირბენდნენ ხოლმე ეს ბასილის თარეში იყო. და ბოლოს ნუ მივიდნენ იქამდე რომ დავარბიეს. ეს ახლა კატასტროფა იცით, მეორე თავაშენე. მერე მიშამ გაგვანადგურა მესამე თავაშენეთ ტელევიზია. ერთი და იგივე კომპანია სამჯერ ამაკ აშენებდა. ხო და იმედი აღარ მოხდება შევარდნაძის პერიოდის, აი მიშამ მოდის ვარდების რევოლუცია ახალ მომხდარია. აი ამ დროს რა ხდება თქვენთან? ამ დროს ერთის მხრივ, ნუ წინა პლანზე არიან ახლა რა თქმა უნდა, იქ რუსთავი ორია, კავკასია ყოველთვის იღებდა მონაწილეობას ამ პოლიტიკურ ემეებში. ჩვენი გაგჭირვებია, მაგრამ ტექნიკური თვალსაზრისით ვეხმარებით ეროსის, ცხადია. ბოლო კოლეგიალობის საკითხია. და თქვენზე არის ზეწოლა, ნუ იწყება ტელევიზიების გახსნა. ეს მიშას დროს. ხო, ისეთი ზეწოლა შევარდნაძის დროს, აი ამ ბასილისტებს თუ არ ჩავთვლით, არ ყოფილა. ანუ შევარდნაძის როგორც რომ არ ჩართო რუსთავი ორი გამორთეშტებცემიდანო. აი ხო გითხარით რა ფორმები ქონდა. და მიშას დროს, ნუ ეს უკვე კატასტროფა იყო. პირაპირ შემოთვლები, მინისტრის მოადგილის შემოთვლები და მე ბოლოს ის ჯანდაბა დარბევა, რაც 6 თვით ადრე 2012 წლის 6 თვით ადრე დამარბიეს, იმიტომ რომ TV9-ს ვავრცელებდი, მაშინ ციხის კადრები დაიწყო TV9-მ და მოსახლეობამ ეს ციხის კადრები პრაქტიკულად ჩვენი გავრცელებული სიგნალით ნახა. აქ დასამალი არაფერია. ადამიანმა არ იცის ის ტელევიზორს თავს და უყურებს, მაგრამ ვისგან მოდიოდა ეს სიგნალი, ანუ ვინ გადასცემდა. და ბოლოს დააგვარბიეს ისეთი ამბავი იყო, გაგვთიშეს ანძიდან და პარტიზანულად ტყიდან გადავცემდით. 2012 წელს ტყიდან გადავცემდით სიგნალს, რომ მოსახლეობას ნაუწყებლობა არ შეწყვეტოდა. ეს იყო კატასტროფა. ტყიდან გადასცემდით. ნუ გადამცემს ვაყენებდით ტყეში, იმიტომ რომ ანძი გაგვითიშეს. მე ვიცი რომ ანძაზე თქვენი რაღაცნაირი საკუთრების უფლება ვრცელდებოდა და რას გაგითიშეს. იჯარა იყო ჩვეულებრივი და მაშინ ბრძანება, აქ ანძის ბრალი არ იყო ეს დიდი მოღვაწეები ყვავდა ჩვენ მარეგულირებელში. მაშინ პირდაპირ ადეიშვილი მართავდა მარეგულირებელს
ჩიქოვანი, ირაკლი ჩიქოვანის ხელით. ეს მარეგულირებელი როდის იქმნება? მანამდე შევარდნაძის მარეგულირებელი თითქმის უკვე ადრევე შეიქმნა, მაგრამ ის ყალიბდება, ფორმებს იძენს. ხო და ვინ არიან ეს მარეგულირებლების ისტორია რო წარმოვადგენინოთ? აი დაწყებული იქიდან რომ ინჯიამ გაცაოთ თავის დროზე. მე როგორ იცვლება მარეგულირებლები და მარეგულირებლების ურთიერთობა ტელევიზიაში? იცით რა, კარგად სწორი იყო ეს და კარგად მიდიოდა. იყო აბაშიძე იყო ვახტანგი პირველად, ანუ გაცილებით ადრე როცა მარეგულირებელი შეიქმნა. მე დიდი ხნით ადრე გეუბნები. ეს შევარდნაძის დროს თუ მიშა დროს? ხო, ის პერიოდია. მე გრძელდება ეს, აღარ მახსოვს. აი, მოკლედ დაგვირგვინდა უკვე როგორ იცით? აი, ეპოქალური დაგვირგვინებული რეპრესიული მარეგულირებელი უკვე ყარიბდება ადეიშვილის მიერ ირაკლი ჩიქოვანის სახით რა. ეს იყო უკვე კატასტროფა. ეს იყო, პირდაპირ ხაზზე იყო შეერთებული, ანუ ქვეყანას მართავდა, ანუ მედიის სეგმენტს მარეგულირებელი, ანუ ადეიშვილი. დღეს რითი განსხვავდება დღევანდელი სიტუაცია იმ სიტუაციისგან? არა, რა შედარება. რა შედარება, წერან ხუმრობით თქვი, იმედია მეოთხეთ აღარ მომიწევს აშენება მეთქი, ახლა ხო გეუბნებით, პირდაპირ ცულებით ჩაჩეხვა და დალეწვა ყველაფრის და მოპარვა და წაღება და დაჭერა და დევნა. რას ლაპარაკობთ? და მოთხოვნა რა იყო, რას გეუბნება? რა შედარება, ანუ მე რა თქმა უნდა შეიძლება რაღაცა ცულება გინდოდეს რაღაცა, მაგრამ სადა დედამიწა რას ლაპარაკობთ? ანუ მიუხედავად იმისა, რომ მე ვეხმარებოდი რუსთავი 2-ს, ხო? დიდი წვლილი შევიტანეთ, თქვა ხელისუფლების, ესე გამოდის, ხო? ცვლილებაში, მაგრამ რო გაუჭირდათ, ანუ რო გაუჭირდათ რა, უკვე აი, როდესაც დაიწყო ნგრევა სისტემა, ყველაფერზე წავიდნენ. აი უბრალოდ ყველაფერზე. მე მიყვირდა. კი, მაგრამ ალანია მე გავაკეთე, ხო? რომელიც მაუწყებლობდა მისთვის რა ქვია. მე გავაკეთე რაც ქვია, ალანიამ გააკეთა, მაგრამ ტექნიკური მზეს ყოველთვის გვერდზე ვედექით. ანუ იმ თავიდან ჩვენ ტექნიკურ მომსახურებას უწევდით ხელშეკრულებით ტელევიზიებს. ხო? სხვათა შორის TV9-ს, მე TV9-საც მე ვავრცელებდი. როგორც ხებს ვხმარებოდი და ვავრცელებდი TV9-ს და აი ეს გახდა მიზეზი, ანუ TV9 არ შეიძლებოდა გავრცელებულიყო, ეს იყო მტრების ტელევიზია, ეს არის პირდაპირ 2011-დან 2012-ში. მაშინ კახი მე ხელმძღვანელობდა მას ბექაური მაგ ტელევიზიას და პრაქტიკულად ამ ტელევიზიის გავრცელება რო არა 51%-ს მაშინ, რა თქმა უნდა, ვერ გადალახავდა ოცნება. ახლა დღეს ამაზე მე მგონი არავინ დაობს რა. ანუ რომ არ ენახა ხალხს ის საზიზღრობები და ეს საზიზღრობები აჩვენა ხალხს TV9-მ და TV9-ის გავრცელება მოხდა სწორედ ისე როგორც მე ვამბობ, ანუ ჩვენ დავიწყეთ მიწოდება. მოსახლეობას რო ეს არ ენახა, მათ არ ეცოდინებოდათ ბევრი რამე, ის საზიზღრობები რაც ხდებოდა. დღეს გაცილებით უკეთესი სიტუაციაა და აგიხსნით. მაშინ ტელევიზიას თვითონ უნდა ეწარმოებინა, გმეორდები და ისე ვამბობ, ხო, მაუწყებლობაც. და დღეს ტელევიზიას ეს აღარ ჭირდება. ანუ დღეს რო რამე მოუვიდეს სტერეო პლუს, თქვენ უნდა წარმოიდგინოთ, როგორც ოპოზიციური, ისე პოზიციური არხები ყველა ერთად გაითიშება. მაშინ შერჩევით შეიძლებოდა ამის გაკეთება. ამიტოა მოწინავე და კარგი ევროპაში იმიტომ დაინერგა და ჩვენთანაც ესეა ეს ციფრული მაუწყებლობა. ციფრულმა მაუწყებლობამ არ იცის გამორჩევა. გათიშვა ტელევიზიის შეიძლება მოხდეს მარტო იმ შემთხვევაში, თუ კი ის ტელევიზია არღვევს ხელშეკრულების პირობებს. ანუ არ იხდის ფულს, ანუ მომსახურების ეს სხვა ფორმები არსებობს ტელევიზიის დახურვის. ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში ტექნიკურად სხვანაირად ხდება. სტერეო პლუსში არ ხდება ეს. თქვენ ხართ სტერეო, ეს სხვა მეთოდიკაა. სხვა მეთოდიკაა. და მაშინ სწორედ სტერეო პლუსის დონეზე ხდებოდა. ანუ თუ გადამცემს ტექნიკურ ტიპებს ებრძოდა. ხო, არ შეხვიდოდი შენ საერთოდ ტელევიზიაში არც მიხვიდოდი. დღეს უბრალოდ კანონები მიიღეს, რითაც ფაქტობრივად რასაც გინდა როგორც გინდა ესე მოგუდავ ტელევიზია საბოლოო ჯამში და ტექნიკურ ტიპებზე ჩალენჯი მეორეს მხრივ არ დაგვაუწყდეს, რომ სწორია ეს, რომ ლიცენზია არ ჭირდება ტელევიზიას. ყველას შეუძლია გახსნას ტელევიზია. რატო? ლიცენზია ჭირდება ამოწურვად რესურსს. სიხშირეს ჭირდება ლიცენზია, ანუ ის რაც ჩვენ გვაქვს.
იმიტომ რომ სიხშირე ამოწურვადი რესურსია. მაგრამ პროგრამის შექმნას როგორ შეიძლება ლიცენზია ჭირდებოდეს? რამდენი ადამიანის არის, იმდენი შემოქმედებითობა, იმდენი არა, დღეს უბრალოდ ყალავს საქმიანობას და მაგით აღწევ იგივე მიზანს. მოდი ცოტა იცით რა მაინტერესებს, რომ თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, ნებისმიერ შემთხვევაში თვალყურს ადევნებდით ჟურნალისტიკის განვითარებასაც. აი, იმ არხებში რაც აკეთებდით, რა ხდებოდა, იმას აკეთებდით. რა თქმა უნდა, ფეხის ადგმა. აი, მაგალითად, რო წარმოვადგენინოთ საბჭოთა ტელევიზიის გადასვლა აი ამ კერძო ტელევიზიებად, სადაც აი უკვე რაღაცნაირად საზმაუც კი გადმოდის რაღაცნაირად გამოხატვის სიტყვის თავისუფლების ნარატივში. რა შეიცვალა ანუ რითი განსხვავდებოდა საბჭოთა წამყვანი, საბჭოთა ტელევიზია, თქვათ იგივე ეროსის ტელევიზია. არა, ну შეზღუდვა ეხლა სხვადასხვა იყო. ჯერ ერთი უნდა ითქვას, რომ ამ დამოუკიდებელმა ტელევიზიებმა, მათ შორის ეროსის ტელევიზია უდიდესი რა მოხდა დღესაც კი ყველაზე ასე ვთქვათ ცნობილი ჟურნალისტებმა მაშინ აიღეს ფეხი ახალგაზრდები იყვნენ მაშინ პატარები იყვნენ დღეს აი ყველა წამყვანი დიდი ბუმბერაზი ჟურნალისტი იმ ეპოქიდან მოდის ეს მაშინ მოხდა შერჩევაც აყვანაც გამოზრდაც ნუ ვინ არის არქიტექტორი ამისი ვინ გამოზარდა ეს ხალხი რო ვიცი არა ერთ ადამიანზე არ შეიძლება მაგრამ მაგალითისთვის მოგიყვანეთ მაგალითად ძალიან ბევრი ჟურნალისტი ეროსი მიიღო მაშინ თავისთან და სწორედ რუსთავიორში აიდგეს ფეხი ბევრმა. მერე მზე გახდა სამჭედლო ჟურნალისტების არა, ნამდვილად პოზიტივი რა თქმა უნდა ძალიან ამ კუთხით ჩვენ ძალიან მე ვამბობდი კიდეც რომ აი იმის გამო რომ ვიცნობდი სიტუაციას საქართველოში მოწინავე ტელევიზიის განვითარების თვალსაზრისით ნებისმიერ მათ შორის ბალტიის ქვეყნებზე გაცილებით უფრო მაღალი დონე ქონდა, შეიძლება დღესაც უფრო მაღალი დონე გვაქვს, განვითარებას ვლაპარაკობ მედიის. ძალიან წილი გონიათ განვითარებული და სადგონიათ პრობლემა, იმიტომ რომ მე მგონია რომ ჩვენი მედიის თავარი პრობლემა ის არის, რომ სიმართლეს ვერ გაიგებთ და არა, ჩვენი მედიის აგიხსენით რაშია საქმე. იცით რა, ეგ არის გამომდინარე. თქვენ გამომდინარეს როგორც მიზეს უყურებთ, არა, სხვა მიზეზია თორე კი გამომდინარე ეგრეა ტელევიზიისთვის მიდიოდა ბრძოლა რომ აი რაც შეიძლება ყოველთვის ამას ვცდილობდით რა რომ ტელევიზია უნდა იყოს დამოუკიდებელი გინა ის პოლიტიკოსი იყოს გინა ის მიმართულება გინდა ეს აი იქ უნდა ხდებოდეს და ეს არჩევანი უნდა ეწოდებოდეს ჩვენ რეალურად სადამდე მივედით რომ ყველა ტელევიზია არის პოლიტიზირებული ეს უკუღმართულია თუმცა მსოფლიოშიც საკმაოდ ჩვენთან სრულად არის მაგრამ მსოფლიოში ძალიან ბევრია ტელევიზია რომელიც არ ესევე პოლიტიზირებულია ანუ რის თქმა მინდა მიბმულია პრაქტიკულად ან პარტიაზე ან მიმდინარეობაზე ხო დღეს ახლა ყველა მიცის რომელი ტელევიზია რომელ პარტიებს უჭერს მხარს ხო ეს კატასტროფაა მაგრამ ნუ აქამდე მოვედი და როდიდან დაიწყო ეს იდეაში სუასე არის ხო ნელ-ნელა იდგა მიშას დროს დაიდგა ფეხი ამ ყველაფერმა ნელ-ნელა აი დასაწყისში მიშას პერიოდის დასაწყისში შევარნაძის დროს სწორედ ბრძოლა მიდიოდა რომ იყავი დამოუკიდებელი და ყველა მიქ იბანაოს რასაც დღეს თქვენ ამბობთ ხოლმე, მაგრამ იცით რა პერიოდზეა ლაპარაკი? 30 წელზეა ლაპარაკი, ხო? 20 წელზეა ლაპარაკი. 20 წლის წინანდელს დღეს გვიწევს გამეორება მეთქი. რომ უნდა იყოს სივრცე, სადაც ვინც გინდა დღეს პრაქტიკულად ვიცით, რომ აი რა სიმპათია აქვს ამა თუ იმ ტელევიზიას. მე ვინაფინანსებს ეს რო? არც ნეგატივისთვის ვამბობ, არც კრიტიკისთვის ვამბობ, მე ფაქტობრივი გარემოებაა, ხო? ამაზე ხო აღარ დავობს არავინ. ну ალბათ რაღაცა შეიცვლება. მაშინ ვინ უჭერდა ხარს, რომელი ტელევიზიები იყო შევარდნაძის ну გამარჯვებული ხალხის ტელევიზია იყო რუსთავიორი, ხო, მიშასისა. მერე დაემატა ერთი 5 ტელევიზია, წყარო ჩამოგითვალეთ და ბოლოს დაემატა და ბოლოს ტელევიზია არ დარჩა. უბრალოდ მე кайხანს არავინ არაფერს მეუბნებოდა, იმიტომ რომ ყველა ტელევიზიას თქვენ გადამცემი მე ვეხმარებოდი ეგ ერთი. მეორე პოლიტიკური არ იყო არხი. და მაინც დამარბიეს. ანუ გესმით ხო რაზეა ლაპარაკი და ის რაც პოლიტიკური იყო ბოლოს იქამდე მივიდა რომ მიშას დროს აღარ დარჩა არამიშისტი ტელევიზია. დღეს იცით რა არის? აი მიშას დროს არ იყო არამიშისტი ტელევიზია. მე შეფასებას არ ვაკეთებ, მაგრამ ფაქტობრივი გარემოება. ეხლა ნახევარი ტელევიზია ოპოზიციური. და ნახევარი პოზიციური, ხო? გესმით ეს რა ეს შეუძლებელია მიშას დროს ეარსება ისეთ ტელევიზიას როგორიც აი დღეს ვთქვათ არ ჩამოვთვლი ხო ვიცით არა ოპოზიციური ტელევიზიები წარმოუდგენელია როგორ გეკადრეთ ეს გამორიცხული უბრალოდ არ ახსოვს ბევრს არაფერი რა ამასთან და შეიძლება რაღაცა დღეს არ მოგწონდეს ანუ
მე ძალიან ასე ღია და თავისუფალი ადამიანი, თუ რამე არ მომწონს, ვიტყვი და ვამბობ კიდეც, მაგრამ ის რომ აი მედიასთან დაკავშირებით, მედიის როგორც მაშინ იყო მოგუდული მედია, დღეს არ არის. აი შევარდნაძის გარდა მხედრიონს ჯაბას, აი ამათ რა დამოკიდებულება ქონდათ ასეთი ტიპის უცნაურ კერძო მედია საშუალებებთან? იცით რა, მხედრიონი არსებობდა ეგეთი, ტელევიზიაც კი იყო რაღაცა პერიოდი. ეგეც ხარ გაიკეთებია? არა, მაგრამ ეს რაღაცა არსებული რესურსი გამოიყენეს რაღაც პერიოდი ის იყო. რაღაცა ტელევიზიები, ასე ვთქვათ, ორგანიზაციულად ყალიბდებოდნენ და ქრებოდნენ, მაგრამ პერმანენტული ფორმა ხო ჩამოგითვალეთ, არა, რომელმა აი დღეს მოაღწია მეთქი რეალურად აი სამი ტელევიზია, რამაც იმ დროიდან მოაღწია. მერე ძალიან მალევე გაიხსნა იმედი. იმედი სხვათა შორის ძალიან პროგრესული თემა იყო და ძალიან კაი ხარისხით გაკეთდა, იმიტომ რომ ცხონებული ბადრი არ იზოგაგებდა თანხებს, რომ ეს ტელევიზია გაეკეთებინა. მე რა დაემართა იმედს, ეგეც კაი მაგალითია, ხო? აი ხო თქვენ წარმოიდგინეთ, იმედი პრაქტიკულად გახდა პარტიული ტელევიზია, რაც ხელში ჩაიგდო ნაცებმა, ხო? დაობს ამაზე ვინმე? ეხლა შეიძლება ვიღაცა ხელისუფლება იმედს ხელში იგდებს. ხო, ვიღაცას იმედს დაებედა ეს, რომ ხელისუფლება ხელში ჩაიგდოს. ხო, ნუ რა მნიშვნელობა აქვს? ასეა თუ ისეა, დღეს შეიძლება ითქვას, რომ უფრო უჭირთ, იმიტომ რომ სარეკლამო ბაზარი სერიოზული პრობლემაა. რეკლამის განთავსება უჭირთ, მაგრამ არსებობს. მაშინ უბრალოდ არ არსებობს. მაშინ 90-იან წლებში ტელევიზია როგორ ირჩე? ახლა ვიცით რომ პარტიები აფინანსებენ ან პოლიტიკური ლიდერები. და ესენია ძირითადად. მაშინ როგორ ფინანსდებოდნენ თქვენი დაკვირვებით? სარეკლამო ბაზარი ყოფნიდა ტელევიზია. პატიოსნება, ოღონდ დასანანი იყო ის, რომ ბაზრის დიდი ნაწილი მიქონდა 1-2 ტელევიზიას. ანუ რა იყო ეს დასაწყისში ვინ იყო ესეთი? ძირითადად ეხლა ზედაპირზე ყოველთვის იყო ისა რა ქვია იმ პერიოდში რუსთავი. ანუ დიდი ნაწილი ტელევიზიის რეკლამისა, მე მზერო გაჩნდა, მზეში წავიდა საკმაოდ დიდი ნაწილი რეკლამისა. ანუ რეკლამითაც, ანუ ეხმარებოდნენ მე პატრონეები სხვადასხვა ფორმით, მაგრამ რეკლამით ხდებოდა ტელევიზიებში რეკლამის მიტანა ხდებოდა. აი დავრბოდით და ვეხვეწებოდით სარეკლამო. მაგრამ მე ისე გააკეთეს, რომ თელი ეს სელერიც, ანუ რეკლამის მიმწოდებელი ძარღვი თლიანად ნაცმოძრაობამ ჩაიგდო ხელში და თუ არ იყავი პროპაგანდა ტელევიზია, შენთან რეკლამა საერთოდ არ მოვიდოდა. გამორიცხული იყო, რომ რეკლამა მოსულიყო. აი ვინმეს გაებედა ერთი რა. და სადმე გაპარულიყო, რა ხო მუდარად ვიყავით ხო. ნუ კიდევ ერთხელ ვამბობ. დანამატი და ფული არსებობდა. არსებობდა მაგალითად ისეთი რეკლამები, არაპოლიტიკური, არამედ თქვათ ბიზნეს რეკლამები. როდესაც ბიზნეს პრობლემა ექმნება, მედია აშუქებს ნეგატიური კუთხით, ბიზნესს მიაქვს მე რეკლამა, რომ ტელევიზიამ აღარ მოახდინოს ამ ბიზნესის თქვათ. ანუ ფულის ნამდვილში რეკლამაში კი არ მიგა, გაშანტაჟებენ. იყო ეგეთი, ხო, ეს პერიოდები გავიარეთ, რა თქმა უნდა იყო კაცო, რამდენიც გინდა იმდენი. მოკლედ აი კატაკლიზმური რაც იყო მოგიყევით, დღეს სადაც ვართ, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრი რამეა გასაუმჯობესებელი, მაგრამ არსებობს ოპოზიციური პოლიტიკური და პოზიციური პოლიტიკური. ანუ თავისუფალი ერთი არხი მეგულება მარტო ეგეთი. ხო, ეხლა ბზივარ აქ რა, ნუ არა, კარგია რომ ამისთვის იბრძვით. მე ეხლა ქათინაურები არ მიყვარს, თუ ადამიანი არ იმსახურებს, არც ვიტყვი. აი თქვენ რო პოლიტიკოსები არ იყოთ, წარმოიდგინე რა. აი ეხლა ნამდვილად ვიტყოდი რომ ანუ ხვდები იმის ფონზე რაც გვაქვს, ეს არის ყველაზე ობიექტური სეგმენტი, მაგრამ ვერ ვითარდება, იმიტომ რომ შენ თქვენ არ აგაქვთ იმდენი თანხები. ამაზე ლაპარაკი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. რამე ხო არ არის ისეთი რაც გამოგჩა და ამ ისტორიაში აუცილებლად უნდა იყოს თქვენი წარმოდგენა. რა ვიცი, დროთა განმავლობაში მე მინდა ყველას მადლობა უთხრა, ყველამ დიდი როლი შეასრულა. კიდევ ერთხელ სრულიად მედიას მნიშვნელობა არ აქვს. პოლიტიკურ მრწამს მნიშვნელობა არ აქვს. ესე მოხდა და ესე ჩამოყალიბდა. ძალიან განვითარებული ჟურნალისტიკა აქვს. მე არ შევეხები. ტექნიკურად გულისხმობთ ალბათ. ტექნიკურათაც და ასე ვთქვათ, მენტალურათაც და მონაცემებითაც. უბრალოდ შეიძლება რომ ჩვენი მედია ისე
დაალაგდეს, რომ უფრო ანუ აი შესაძლებელი რომ იყოს, რომ აი არხი ჩართე და დაახლოებით იცი უკვე რას ლაპარაკობს. აი შესაძლებელი რომ იყოს, რომ დაახლოებით მაინც არ იცოდე რას ილაპარაკებს, აი კაი იქნებოდა რომ გულისხმობ რომ საინტერესო და მრავალფეროვანი აზრი ისმოდეს. ხო, ანუ აზრის ანუ ჩვენ ხო ვიცით კიდე ერთხელ ვამბობ კარგია, ცუდია, ტყუილია თუ მართალია, ამას არ ვეხები ახლა მე. ჩვენ ხო ვიცით რომ ყველა ტელევიზია ლაპარაკობს ამა თუ იმ თემას, ხო? ამა თუ იმ მიმდინარეობას. თავის ნარატივს ასხავს ხო ტბას და აკრიტიკებს რაღაცას, ხო? და ყველა ტელევიზიაზე ვიცით ეს თითქმის, ხო? თითქმის. ანუ არის რაღაც მცირე სეგმენტები, ნუ მათ შორის ახლა კიდე ერთხელ ვამბობ ქათინაურს არ გეუბნებით, მაგრამ აი კაი იქნება რომ ესეთი ბევრი იყოს მეთქი. ის მაინც დარჩება ახლა ბოლოს და ბოლოს CNN-ი და იმის დონეზე და Fox-ის დონეზე ვიცით, ვთქვათ, პოლიტიკური მიკერძოება შეიძლება კონდეს ტელევიზიებს, ეგრეა ევროპაშიც, ეგრეა. ანუ მე შეფასებას კი არ ვაკეთებ ახლა კარგის და ცუდის, კრიტიკის და ქების. მე ვამბობ, რომ de facto ესეა, მაგრამ ევროპაში ჯერ კიდე არის და ამერიკაშიც ტელევიზიები, რომლებზედაც ვერ იტყვი ამას და აქ სანთლით უნდა ეძებო ეგეთი ტელევიზია და კაი იქნებოდა მეთქი რა. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ კლავაც ვაგრძელებთ. მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის პოლიტიკურ. იცით რა არის, ახლა გამახსენდა ერთი რაღაც. აი, როდესაც იქამდე მივა, რომ ტექნიკურ დონეზე თქვენ გახსოვთ ხო, აი იმისათვის რომ ხალხს არ ეყურებინა, ვთქვათ, რაღაცას განსხვავებული აზრისთვის, თეფშებს აპატიმრებდნენ და წვავდნენ ტექნიკას. აი TV9-ს მოქონდა ხოლმე ჩემთან დაზიანებული ტექნიკა, რომ გამეფუჭებინა, იმიტომ გამეკეთებინა, რომ საზღვარზე დაუზიანეს და ვერ იყენებდა, ხო? ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ტექნიკური გუნდი როგორიც ჩვენა ვართ. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს რომელი პოლიტიკური მიმართულები? წარმოიდგინეთ რაღაცა, აი ვთქვათ, აი ტელევიზორს აკეთებს კაცი და ამას აინტერესებს რომელი პოლიტიკური წამსის არის ტელევიზორის მეპატრონე. მოიტანა ტელევიზორი, გადაიხადე ფული, გაგიკეთებ ამ ტელევიზორს და წადი, ხო? აი ხო, არა, ბუნებრივად შენ თამბრძოლა გამოდის თუ იმას უნდა რომ ხალხს ტელევიზორი არ აჩვენოს. ხო, ნუ ხო გეუბნებით, სიტუაცია ალბათ ბრძოლა უფრო მძაფრი იქნებოდა, მაგრამ მოასწრო იმან, რომ აი დასავლური მეთოდით ჩვენ გადავედით მულტიპლექს ოპერირებაზე და ბრძოლა უკვე იმ ჭრილში რომ ტექნიკურად გავთიშოთ ტელევიზია, ეს ტექნიკურად გახდა შეუძლებელი. ლიცენზია ჩამოგართვენ და გაგაჯერებენ და გაგაკოტრებენ. ხო, ნუ მოდით ახლა ამას ახლა ყველას შეიძლება მეთოდები დაიხვეწა. როგორც არის თავის დროზე გადასახადების პირდაპირ მოკლედ არ დაგვავიწყდეს რომ ბეჭდა დაიպედა უარესი გაცილებით უარესი გვინახავს. ანუ ეს არ დაგვავიწყდეს მეთქი რა, ამის და უარესი ყოველთვის მოსალოდნელია ეს შეიძლება მოსალოდნელიას ამბობთ თქვენ, მაგრამ მე გეუბნებით უარესი გვინახავს. მაგიტომაც ვინაიდან უარესი გვინახავს, არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, იმიტომ რომ ის ყოველთვის მოსალოდნელია. აი ეს ამ კუთხით ეგ სხვა თემაა, რომ შესაძლოა რაღაც მოხდეს მომავალში, მაგრამ დღეს რა ვიცი, ნუ ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ დადგეს ისეთი ის, რომ მხოლოდ ერთ ფორმატიანი იყოს, ხო დაამთავრა და აიხურა ქვეყანა. აი როგორც თქვენ თქვით, ვინაიდან გვინახავს, ნუ გამოვიცხავთ. ვიბრძოლოთ რომ არ მოხდეს. სახაოს ამაგეროთ იმუნიტეტი გამომუშავებული და არ ხდება. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ, ბატონო. კარგად ვანდებოდეთ, მადლობა.